როგორ მოქმედებს ჩვენზე სიტყვები. მოგიყვებით ჩემს გამოცდილებას. წლების წინ ერთმა ადამიანმა მითხრა: შენ იმდენი გამოცდილება გაქვს, საკუთარი საქმით უნდა იყო დაკავებული და სხვაზე არ უნდა მუშაობდეო. იმ დროს ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო, რადგან რთულად მეჩვენებოდა მსგავსი რაღაცები. მაგრამ ამ სიტყვებმა ჩემზე დიდი დადებითი ზეგავლენა მოახდინა, საკუთარ თავს შევხედე სხვანაირად და ჩემში გაჩნდა რწმენა. აქვე მოგიყვები მეორე სხვა შემთხვევას. ერთხელ ერთმა ქალბატონმა მითხრა: ისეთი პატარა ტუჩები გაქვს, რომ როცა იცინი, აღარ ჩანსო. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფრაზა ჩემთვის ტრამვად იქცა. წლების განმავლობაში, როცა ვიცინოდი, ინსტინქტურად ხელს ვიფარებდი პირზე, რადგან მრცხვენოდა. მაშინ რომ მქონოდა ეს ცოდნა, ერთი ტექნიკით გამთავისუფლდებოდი ამ ტრამვისგან, რომელმაც წლები დამაკარგინა იმის ფიქრში, რომ რაღაც ისე არ მქონდა. თუ შენს გაქვს მსგავსი დაბრკოლება, ჩაეწერე კონსულტაციაზე და განთავისუფლდი დღესვე. და აქვე დაფიქრდი, როგორ ესაუბრები შენ ახლობელ ადამიანებს, შვილებს, მეგობრებს, მშობლებს, რადგან თვითვეული სიტყვა, რომელიც გესმის ან ამბობ, გარკვეულ კვალს ტოვებს. გისურვებ ლაღდა მშვიდ ცხოვრებას.